მეგობარმა 10 კეთროვანი გამყოლა და ამათიდან ერთი მათგანი მოგრუნდა უფალთან. დაიჭოქა და მადლობას ეუბნება. და უფალი ეკითხება და განავ 10-ვე არ განიკურნეთო და იცხრა სად არიან, ვერ იპოვესო თავის თავში ძალა რომ მოსულიყვნენ და მადლობა ეთქვათ. მადლობა ჩვენ არ გჭირდება. მადლობა თავად მადლობის მთქმელს ჭირდება. შეგვიძლია თუ არა რომ დავარქვათ მადლიერება? უნდა დავაფასოთ ნებისმიერი წვრილმანი ჩვენი ცხოვრების. ნებისმიერი წვრილმანი. გავიღვიძე? დედა მომეფერა? ვიღაცამ გამიღიმა? სკოლაში წავედი? აი ყველაფერი რაც თქვენ უნიშნელოდ მიგაჩნიათ, არ არის ასეთი უნიშნელო. მადლობელი ვარ უფლის იმის გამო, რომ მაძლევს საშუალებას დავებრუნო დაკარგული სამყარო. როგორ შეიძლება ამის მადლიერი არ ვიყოთ, რომ ჩვენ ქართველებად დავიბადეთ? თუში კიდეც ვარ, იმიტომ ვარ მადლიერი, რომ ქართველად დავიბადეო და აი მოდით მადლობა უთხრათ უფალს, რომ ჩვენ დღეს ქართველები ვართ. სულ რომ არაფერი წმენა მაქვს იმხელა, წმენა ქრისტიანისა მთებს რომ აზანზარებს ცეკვა მაქვს ისეთი სიმღერა აღადგენ საფლავში ჩადებული ლაზარესი. არასოდეს არ შევწყვეთ მადლიერების გამოხატვის. პირიქით, თამამად გამოხატეთ მადლიერება. როცა მადლიერებას გამოხატავთ, ეხლა ნახეთ მე რა ბედნიერი ვარ, ხო მეტყობა? თქვენ ხო ბედნიერი ხართ, რომ აი მადლობას გეუბნებით აქ რო ხართ ჩემ გვერდით. ნახეთ, ორივე მხარე ბედნიერია. ამიტომ რატო უნდა გამეზაროს მე რომ ეს მადლიერება თამამად გამოვხატო და მეც ბედნიერი ვიყო და ჩემ გარშემო მყოფების მადლიერები იყვნენ და ბედნიერები იყვნენ. დიახ. ოღონდ ეს უნდა იყოს გულწრფელი. თქვენთვის სასურველ გარემოში. არა? მოდით ახლა დავხუჭოთ ყველამ ესეთ ფალები და გავიხსენოთ სამი რა, რაც ამ 2 დღის განმავლობაში, რამაც 2 დღის განმავლობაში თქვენ გულში მადლიერება დატოვა. აბა ეხლა თვალები რომ დამახვიჭინეთ, ისეთი ბედნიერი ვიყავ, ისეთი ემოციებში გადავში თან ჩემი ცხოვრების, აი ეს 2 დღე, 3 დღე ისეთი იყო, რომ აი სავსე იყო ჩემი გული მადლიერებით, ბედნიერებით. მადლიერება ფუძეში მოიცავს მადლს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული ენისთვის, ქართული გენისთვის მადლიერება საღმრთო ძალაა, ნიჭია, უნარია და ის მოდის უფლიდან. და ალბათ უფლისკენ მიემართება. ეს ამოუწურავი თემაა ჩემთვის. იწყება უფლით და აღარ თავდება. თუ გული მადლიერებით გაქვს სავსე, როგორ უთქოთველად გძინავს, რა გემრიელად გძინავს ვერ წარმოვიდგენ. აბა თუ ხე ვისეწინა გემრიელად. მადლიერებით სავსები. ადამიანი შეიქმნა სიყვარულისთვის და სიყვარულის გამოვლინება ყველაზე სწორად და ყველაზე მართებულად არის სწორედ მადლიერება. მადლს გწირავ ჩემო მეუფე, სიყვარულისთვისგან ვემტკიცებ, მიიღე ესევე დრება ჩემ, ესრე სისხლივით შესაწირავ. ძალიან წვირმანებში ეძებეთ რა მადლიერება და ბედნიერება. აი ამას ვამბობ და მიტომ არის ის დღიური საჭირო რომ დაინახო წვირმანებშიც არის მადლიერება და ბედნიერება და სიყვარული. და რამდენი რამე შეიძლება ვიყოთ მაგრამ მე რაც ავდექი ყოველი წუთით ვარ მადლიერი და ეხლა წარმოგიდგენთ ერთი დღიური შეიძლება დღეს დავასრულო ერთი რომ ავიღო ერთი დღეული იმდენი რამით ვარ მადლიერი. მე ამ ბანაკში ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მადლიერება. თუ რამე ცუდს დაუშავებთ, უნდა მოექცეთ თბილად მას და ბოდიში მოუხატო და შეურიგდე ისევე. ღამე იყო მას და გოგოები იძინებდნენ მას და ჩვენს გვერდზე არის მას ჩემი კლასელი გოგოები და ფეხებს გურთქავდით მას და ვაბრაზებდით მას და მაგის გამო მინდა რომ მოვინანო. უთხარი ახლა მაპატიეთ ხო? მიდე ჩაეხუტეთ, გაპატიეთ. როდესაც ადამიანი სახარების უცნებების შესრულებას დაიწყებს ღვთისმოშიშებით და არა ზედაპირულად, არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად აღმოაჩენს, რომ მრავალჯერ დაიცემ
და რომ აღმოაჩენს, რომ მრავალჯერ დაეცემა და მრავალჯერ შეინანებს, აღმოაჩენს, რომ ესე იგი თვითონ არაფერი არ შეუძლია ღვთის გარეშე. და როდესაც ამას აღმოაჩენს, ის დამძაბდება. თავდაბალ ადამიანში ღმერთი ცხოვრობს და თავდაბალი ადამიანი აუცილებლად არის მადლიერი ადამიანი. ჩემს კაჩავი. ვინა შენ? აუ მიდი ეხლავე ბოდიში მოუხარ. კაი მითხოვს ახლა. მადლიერების განცდა მე ასე ვფიქრობ. უბრალოდ მაშინ ჩდება, მაგალითად, ჩემ წარმოდგენაში და ჩემ ცხოვრებაში მე რო შევწოდე და მაინც რომ მელოდება ღმერთი. ახლა მაინც რო არ გამწირდა. ბევრ ბანაკში ყოფილა მართლა, მაგრამ ეს ბანაკი მართლა განსაკუთრებული იყო, მაგრამ ბევრ ამაზე დამაფიქრა და ბევრ ამაზე შეხედულებები შემეცვალა. ესეც სიყვარული ცხოვრებაში არ მიგწია რა. მამა გაბრიელის სიტყვები მინდა გავიხსენო. დაიწყეთო მადლობის გადახდა ღმერთისათვის იმის გამო, რაც გაქვთ და ღმერთი მოგანიჭებთ იმას, რაც არ გაქვთ. ხომ მარტივად არის რა თქვა. უთხარი მადლობა იმისთვის, რომ გათენდა. მადლობა ღმერთო, რომელიც სახში მიხვედი და ცოშვილი დახვდა იქ. შვიდათ არის. და თუ ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც არ არის მადლობელი, გამოდის რომ არაფერი არ აქვს. ბედნიერება სადღაც კი არ არის. ბედნიერება აქ არის და მაშინ არის, როდესაც ადამიანი ღმერთს მადლობს და ადიდებს მიუხედავად ყველა შემთხვევისა. ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ იმით, რომ მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ წუთის სოფელში დავიბრუნო ჩემი დაკარგული სამოთხები. ძალიან ბედნიერი ვარ თვითონ თქვენგანით, რაც ლექსობასწავლებელთან სამრევლოში შემოვედი, იმის შემდეგ ნელ-ნელა ჩემი ტკივილისევ და ქრება. მინდა კალაჩი ვისროლო ბურთი, მაგრამ მეშინია რომ არ ჩავარდება. მაგრამ თუ არ ვწდი, ბურთი კალაჩი თვითონ არ ჩავარდება. ამიტომ მთავარია ვცადოთ და არ შეგვეშინდეს შეცდომის დაშვების, რადგან შეიძლება შეცდომა ის განცდა, რომელიც ხელს გუშლის წარმატების მიღწევაში. როცა საკუთარ თავზე ვბრაზდები, мотиваცია უფრო მიმაგდება და მაქვს სურვილი, რომ ჩემს დასახულ მიზანს მივახციო. და ასეც ხდება ხოლმე უმეტესად. ასევე ამ თვისებამ მაჩვენა ვინ იყო ჩემს ხმოში ნამდვილი მეგობრები. ნამდვილი მეგობრები, რადგან დამეთანხმებით არ არის მარტივი იმ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც გამოდომებით ბრაზდება რაღაც დეტალებსაც კი. როგორ შეიძლება რომ გული არ გაგევსოს და ეს გადამოგეღვაროს გარეთ კიდე მადლიერების რაღაც ზღვა შეგრძნება. დღეს ამ გოგონას დაბადების დღე აქვს უყედად. ნახე მეგობრებმა როგორი ტორტი მოგიწადეს, მადლიერების ზეიმი აწერია და მართლა ყველა სკულში ზეიმი და მხიარულება. მეც ძალიან მიცემს გული, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ. ჩვენი შეხვედრა სამუდამოს გავს. მადლობა უყავ ყველაფრისათვის. იმღერება და მე გეტყვი ხმას. მოგვენატრება ეს პირველი დღე, პირველი ღიმილი და თვალების მზე. მოვა ზამთარი და თოვსთმას ისე მომწონხარ ვერ გაშორებთვას. ვიცი გიყვარლა მიყვარხარ მეც, ამას ამბობენ თვარეცსა და მაზეც. ჩემო ლამაზო მე არ ვეძებ სხვას, უნდა გაგოცო და ნუ გაძევთა.
თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას გადმოსვლით სრულიად გადასხვაფერდა და სახე იცვალა პარი სენ-ჟერმენმა. ჯერ მისი დაცვაში თამაში რა დღეს. ხვიჩა 4-0 პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ხვიჩა კვარაცხელია და მეოთხე PSG-ს 0 ინტერს. ჩვენი შეხვედრა სამუდამოს გავს ნავში ჩავსხდები გაუყვეთრე აი აბა პატარა ქვას თუ ვერ მხელა ძალა ქონია მადლიერების ქვას რომ ვერ წარმოიდგენ. დღეს გზიარი და კარგი ამინდია ჩვენ ამ ქვას მოვუჭერთ და მადლობას გადაუხდით. მას რაღაცას ვინმე ცუდს რო გააკეთებს იმ ცუდშიც კარგი უნდა ვეძებოთ და იმაზე უნდა გადაუხადოთ ღმერთს მადლობა. აბა ვის უნდა რომ ატაროს მადლიერების ქვა? ესე დაატარებენ ეს დღეებია სულ. მადლობა უთხრათ უკავს ყოველი დღის გათენებისთვის, ყოველი დღის დაღამებისთვის. ხო ვითომ არაფერი, მაგრამ რამხელა მადლია და რამხელი მადლიერება შეიძლება გამოხატოთ იმისთვის, რომ ესე მზე რომ ამობრწყინდება და ამოცურდება ცაზე და კიდევ ახალი დღე გათენდა, ამისთვის მადლობა არ უნდა უთხრათ უფალ.